ეხლა ხან ვიპოვე მიტოვებული საწყობი, რომელიც სავსეა ცხოველებით, რომლებიც აქ დასაღუპად დატოვეს. ამიტომ ჩემი მისია ყველაფერი გამოვიკვლიო. იმედია გადავარჩინო ყველა ცხოველი, რომელიც აქ მიტოვებულია. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება. და ეს იმიტომ, რომ ამ საწყობის ყოფილი მფლობელი მას იხენებდა თავისი უკიდურესად იშვიათი და საშიში ცხოველების კოლექციის დასამალად, რათა ვერავინ ეპოვნა ისინი. მაგრამ ბოლო დროს მას აღარ შეეძლო ამ ცხოველებზე ზრუნვის ფინანსურად უზრუნველყოფა. ამიტომაც მან ეს მეგა მიყიდა. ხო, მე ვიყიდე. ეხლა თუ გავითვალისწინებთ, რამდენი სათავსი აქვს, შეიძლება ასობით ცხოველი იყოს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ასე რომ სწრაფად დავითვეთ ძებნა და დიდხანს არ დამჭირვებია, სანამ რაღაცას ვიპოვიდი. ო, შეხედეთ ამას, ბიჭებო. აქ რაღაც ძველი ჩიტის გალია ან რაღაც მსგავსი. ფუხ, მთლიანად განავლითაა დაფარული, ეს ძალიან საზიზლარია. ეხლა ჩემთვის საკმაოდ წარიელია. თუმცა, აი ეს პატარა უთი იქ დევს და შეიძლება შიგნით რაღაც იყოს. მაშასე, ნელა გავხსენი გალია და როცა უთი ავიღე, შიგნით რაღაცის მოძრაობის ხმა გავიგონე. გესმის ეს ხმა, ჰელენ? დარწმუნებული ვარ, აქ რაღაც ნამდვილად არის. კარგი, მართლა ძალიან ნერვიულობ. მოდი გავხსნათ. 3, 2, 1. ხმერთო, ეს რა ჯანდაბაა? ეს თაგვია თუ ვირთხა? გთხოვ, ნუ მეთქვი რომ ეს ვირთხაა. მოიცადე. მგონი არა, შეხედე ამას. მას ფუმფულა კუდი აქვს რაღაცით ციყვივით. მოიცადე, ეს ციყვია? არ არსებობს რომ ასე იყოს. თუ ეს ციყვია, ეს ყველაზე პატარაა, რაც კიდევ მე მინახავს. კარგი, ეხლა როცა თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ვირთხა არა აქვს, ცდი და ავირებ. მოდი აქ პატარა შენს გადარჩენას ვცდილობთ. აი ასე. ავიყვანე. გთხოვ არ მიგბინო. ხმერთო ჩემო, შეხედეთ ამას ხალხო. ის ძალიან საყვარელია. თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს ციყვია და ეს ნამდვილად ყველაზე პატარაა, რაც კიდევ მე მინახავს. შეხედეთ მის პატარა სახეს. ეს ალბათ ყველაზე საყვარელი ცხოველია, რაც კიდევ მე გვიპოვია. კომენტარებში დაწერეთ, რას ფიქრობთ, რა არის. მაგრამ თუ ეს პირველი ცხოველია, რომელიც ამ მიტოვებულ საწყობში ვიპოვეთ, ვერ წარმომიდგენია კიდევ რა შეიძლება იყოს აქ. მან უბრალოდ მიგბინა. ეს ძალიან სასიამოვნო არ არის, თუმცა არაფერი მომამზადებდა იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც საბოლოოდ ვიპოვით. ამ ვიდეოში ვსაუბრობ ყველაზე იშვიათ და მომაკვდინებელ არსებებზე ამ პლანეტაზე. და ხო, მათ ბევრი დრო აღარ დარჩენიათ. მაშინ ციყვი კონტეინერში ჩავსვი და გზა გავაგრძელე. შემდეგი იყო კიდევ ერთი მიტოვებული ვოლიერი, რომელშიც რაღაც სრულიად გიჟური იყო. ღმერთო ჩემო. მგონი რაღაცას ვხედავ. ბიჭებო, ეს ისაა, რაც მგონია. მოდი აქ მეგობარო. უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობთ. ღმერთო ჩემო. მოისმინეთ მისი ხმა, ხმებს გამოსცემს. დავიჭირე. არ არსებობს. მგონი ეს წითელთვალება ნიანგის სკინკია. და ეს არსებები საკმაოდ იშვიათები არიან. არხზე მხოლოდ რამდენიმე მათგანი გვიპოვია. ბევრი ამბობს, რომ ისინი ნამდვილ დრაკონებს გვანან. და გულწრფელად რომ თქვა, მეთანხმები. გულისხმობ შეხედეთ მის მთელ სხეულზე არსებულ ქერცლებს. ეს რეალუსაც კი არ გავს. ეხლა გჯერათ თუ არა, ეს ხულიკები საკმაოდ ძვირია, დაახლოებით $200 დღის. და მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ დიდი თანხაა, ეს ნამდვილად არ არის ყველაზე ძვირადვირებული ცხოველი. კარგი, მისტერ დრაკონო, მოდი ჩაქსონ კონტეინერში. კომენტარებში დაწერეთ რა დავარქვათ ამ ბიჭს. ეს ალბათ ყველაზე გიჟური ხულიკია, რაც კიდევ მე გვიპოვია. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ვოლიერი დაგვრჩა შესასწავლად. ასე რომ, გავაგრძელოთ. შემდეგ იყო ეს საიდუმლოებით მოცული გალია, რომელზეც წერია არ გააბოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად მომინდა გამეხსნა. და ხო, ეს კარგი იდეა არ იყო. ღმერთო ჩემო, ჰელენ, იქ შიგნით უზარმაზარი ტარანტულია. ხედავ ამას? ეს რაღაც უზარმაზარია. ეს ალბათ ყველაზე დიდი ტარანტულია, რაც კიდევ მე მინახავს. მგონია რომ ეს გოლიათი ჩიტიჭამია ტარანტულია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სახეობაა. მათ ასევე აქვს ძალიან დიდი ეშვები, რომლებიც შხამითაა სავსე. ასე რომ უნდა დავრწმუნდე რომ არ მაგბინოს, თორემ საავადმყოფოში მომიძევს წასვლა. სიფრილისთვის გადავწყვიტე ხელთათმანები ჩამეცვა. მაგრამ რადგან ტარანტულის ეშვები ესეთი დიდია, არსებობს შანსი რომ ხელთათმანები ნაკბენს ვერც კი შეაჩერებს. მოდი აქ მეგობარო, უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობთ. ღმერთო ჩემო, გთხოვ, არ მიგბინო. ეხლა ცდილობს თავისი ბუსუსები ჩვენზე მოისროლოს. არა, ბიჭებო. თუ არ იცოდით, როცა ტარანტულები თავს საფრთხეში გზნობენ, პირდაპირ ბუსუსებს გესვრიან და ეს ძალიან ქავილს იწვევს. მე ადრე დამარტყამს მათი ბეწვი და ეს სულაც არ არის სახალისო. მოიცადეთ. მგონი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, ხელზეა? რა გავაკეთო? ღმერთო ჩემო, ჰელენ, რა გავაკეთო? ეს რაღაც ბევრად უფრო დიდია ვიდრე მეგონა. ხელი გამიჭედა. არ ვიცი რა გავაკეთო. თქვენ ბიჭებო. ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლება ამ თუთას ამომირბინოს ხელზე და მიგბინოს. ამას ვერ გავითვალისწინე, ღმერთო. კარგი და ის სულაც არ არის ბედნიერი. თქვენ ბიჭებო, ეს კარგი არ არის. ხედავთ რატო ეძახიან მათ გოლიათ ფრინველის ჭამელ ტარანტულებს. ისინი იმდენად დიდები არიან, რომ ბუნებაში ფრინველებს ჭამენ. ეს ალბათ ყველაზე საშიში რამა, რაც ოდესმე გამიკეთებია ცხოვრებაში. ის თავის ბუსუსებს მესვრის. ჩემს სახეზეა. ეს ძალიან ცუდია. საბედნიეროდ შევძელი მისი ამ პატარა კონტეინერში მოთავსება ისე, რომ არ მაგბინა. და სწორედ იმ გალიის ქვეშ იყო კიდევ რამდენიმე კონტეინერი, სადაც კიდევ უფრო საშიში ცხოველები იყვნენ. ღმერთო ჩემო, ჰელენ, შეხედე ამას, იქვე გველი არის. არ მჯერა მართლა, მეგობრებო, ეს გველია.
ჩვენ პირდაპირ ახლა ვიპოვეთ ობობა, რომელიც ჩემი თავის ზომისაა და ახლა გველი, მაგრამ მაინც უნდა გადავარჩინოთ ის. მოდი აქ მეგობარო. ღმერთო ჩემო, არ ვიცი რა სახეობის გველია ეს. იმედი მაქვს საშიში არ არის. დავიჭირე. კარგი, აი ისიც. ეხლა როცა ახლოდან უყურე, მგონი ამას ჰოგნოუზის გველი ქვია და საბედნიეროდ ისინი სრულიად უნებლები არიან. ისინი სინამდვილეში ძალიან კარგი შინაური ცხოველები არიან. ანუ შეხედეთ რა საყვარელია. უბი რას ამბობ? პირდაპირ წერია რომ შხამიანია. სად? რას ამბობ? უი, ეს კარგი არ არის. კარგი, მოდი ჩავასვათ კონტეინერში. ღმერთო ჩემო. კი, მოუძებნე ინფორმაცია. და ისინი შხამიანები არიან. ასე რომ ძლივს გადარჩით, მაგრამ ეს მაინც არაფერია. ვიდეოს მოგვიანებით ჩვენ შევხვდებით ყველაზე დიდ და აგრესიულ გველებს, რაც კი ოდეს მეგვიპოვია არხზე. კარგი მეგობრებო, როგორც ჩანს, ამ თაროზე კიდევ ერთი კონტეინერია დარჩენილი. ამაზე არ წერია რომ შხამიანია, ასე რომ მგონი ეს კარგი ნიშანია. აი, წავედით, ვნახოთ რა არის შიგნით. ისევ ნერვიულობ. ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბაა, ჰელენ? ნახე იქა, მგონი კიბორჩხალა შეგხვდა. ეს რა ჯანდაბაა, ამას ნამდვილად არ ველოდი, მეგობრებო. ჩვენ ახლა ვიპოვეთ ეგრეთ წოდებულ ჰელოუინის კიბორჩხალა, რაც ძალიან სასაცილოა, რადგან პირდაპირ ჰელოუინზე ვიგებთ ამ ვიდეოს. მაგრამ ეს სახელი იმიტომ ქვიათ, რომ თელს ხელზე ძალიან კაშკაშა იასამნისფერი და ნარინჯისფერია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგრად გამოიხურებიან, ნამდვილად არ გინდათ რომ ამათმა დაგიჭირონ, რადგან უზარმაზარი კლანჭები აქვთ. ასე რომ ფრთხილად ავიგებთ მას უკნიდან, რომ ვერ დამიჭიროს. აი ესე, ავიღე, ღმერთო ჩემო, ეს ძალიან საშიშია. აუ, ღმერთო ჩემო, დამიჭირა, ღმერთო ჩემო. კარგი, როგორც ჩანს, მაინც შეუძლია დამიჭიროს. მაშინაც კი თუ თავს უკან დავიჭერ, მგონი უბრალოდ ვსტიც და კლანჭებით დავიჭერთ. აი ესე. ეს უბრალოდ სიგიჟეა, მეგობრებო. ვიპოვეთ ციკვები, გველები, ხულიკები, ობობები და ახლა კიბორჩხალა. ვერ წარმომიდგენია კიდევ რა შეიძლება ცხოვრობდეს აქ. კიბორჩხალა კონტეინერში ჩავდე და გზა გავაგრძელე. როცა ფარანი მოვატარე, რაღაც საოცარს გადავაწყდი. არ არსებობს ბიჭებო. ეს მორიელია. ღმერთო ჩემო, რატომ ანათებს ასე? უბრალოდ ამ სპეციალურ ლურჯ შუქს ვანათებდი, იმიტომ რომ თუ არ იცოდით, ზოგიერთი ცხოველი სინათლეში ანათებს. ეს უბრალოდ საოცარია. აი ნახეთ. გამორთე ეგ შუქი ისევ სწრაფად. თუ ჩავთავთ ჩვენს ლურჯ შუქს და აქ მოვალთ, შეგიძლიათ ნახოთ როგორ ანათებს ის. ღმერთო ჩემო. ეხლა ეს არის უდაბნოს ბეწვიანი მორიელი და ისინი სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახეობაა მორიელებს შორის მსოფლიოში. მათ ასევე აქვთ ძალიან დიდი ნესტარი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მათთან მოპყრობისას. და სწორედ ამიტომ მათსვია ისევ ეს გველის ხელთათმანები. თანაც ერთი წამით. რატომ არის აქ ალიგატორის თავი? ეს სულაც არ არის შემაშინებელი. კარგი, წავედით. ცდი რომ დავიჭირო ის. ღმერთო, მოიცადე, უბრალოდ ამოვიდა ჩემს ხელთათმანზე. კარგი, ეს მარტივი იყო. შეხედე მას. ის ანათებს, მეგობრებო. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში არსებაა, რაც კი ოდეს მეგვიპოვია. მაგრამ რაც უფრო ვიკვლევთ ამ საცავის ერთეულს, ცხოველები უფრო და უფრო გიჟები ხდებიან. მორიელი კონტეინერში ჩავამატე და შემდეგი გალიისკენ გადავინაცვლე და მაშინვე რაღაც შევნიშნე. ღმერთო ჩემო, ეს კიდევ ერთი გველი ხომ არ არის? ხუმრობთ ალბათ. ამ საცავის ძველმა მფლობელმა არ მითხრა, რომ აქაურობა გველებით იყო სავსე. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ არ ვიფიდდი. მაგრამ განსხვავებით ღორის ცხვირა გველისგან, არ ვიცი ეს რა სახეობაა. ასე რომ ალბათ არ უნდა შევეხო, ხომ ასეა? კარგი, ძალიან ნელა ავიღებ, წავედით. ფრთხილად და მშვიდად. დავიჭირე, ეხლა. საშიში ისაა გველებთან დაკავშირებით, რომ მათ შეუძლიათ შიშის სუნი იგრძნონ. და ხო, ამ თუთას ნამდვილად მეშინია, ღმერთო ჩემო. ეს თითქმის მწვანე ვირთხის გველს გავს, რაც იმედი მაქვს, რომ სწორედ ის არის. იმიტომ რომ ისინი არ არიან შხამიანები და ამჯერად სერიოზულად ვამბობ. ნამდვილად ვიცი, რომ ისინი არ არიან შხამიანები, განსხვავებით ღოროვებით ღორის ცხვირასგან. მაგრამ რაც მართლა საინტერესოა ამ გველებში ისაა, რომ ისინი სინამდვილეში ჭამენ ობობებსა და ჭიებს და არა ვირთხებს, როგორც შეიძლება გეგონათ. მინდა ეს გამოვცადო კიდეც, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რაც ინტერნეტში წერია, არ მჯერა, რომ გველი ჭამს ჭიებს. ეს აბსურდია. ამიტომ წავედი და ვიპოვე ჭია და როცა გველის წინ დავდე, ეს მოხდა. ბიჭებო, მგონი არ უნდა ჭიის ჭამა, მგონი მართალი ვიყავი. გველები ჭიებს არ ჭამენ. მითი დაიმსხვრა, მაგრამ სერიოზულად, არ ვიცი. შეიძლება არასწორი ჭია მაქვს ან რაღაც, იმიტომ რომ ინტერნეტში მინახავს ვიდეოები, სადაც ჭიებს ჭამენ, ასე რომ მართლა არ ვიცი. ამის შემდეგ გავაგრძელე ამ სათავსების დათვალიერება, თუმცა რამდენიმე მათგანი სინამდვილეში ცარიელი იყო. და ეს საეჭვო იყო, რადგან ეს ნიშნავს, რომ რაც იქ იყო, შეიძლება გაქცეულიყო. მაგრამ როცა შემდეგი გავხსენი, ეს შევნიშნე. ღმერთო ჩემო, ჰელენ, აქ კიდევ ხულიკებია. არავინ გაქცეულა. დაბრუნდი აქ. მგონი ორი არიან ხალხო. ეს სიგიჟე იყო. ესენი გვანან იმ გეკონებს, რომლებიც უზარმაზრები იზრდებიან. ვგულისხმობ ჩემი ხელის ზომის. მგონი მათ ლიჩი გეკოებს ან ლეჩე გეკოებს ეძახიან. არ ვიცი ზუსტად, თუ იცით, კომენტარში დაწერეთ. მაგრამ ესენი პატარები არიან. მერწმუნეთ, ისინი ბევრად უფრო დიდები გახდებიან, ვიდრე ეხლა არიან. და ხო, ისინი საკმაოდ ძვირი ღირს, ზოგიერთი 1000-ობით $. ღირს. ასე რომ ეს ნამდვილად კარგი აღმოჩენაა. ეს გეკოები ძალიან იშვიათია. ეხლა როგორც არ უნდა გაგიჟებულიყო ეს, შემდეგ რაც ვიპოვე, კიდევ უფრო გაგიჟებული იყო. მოიცადე, ჰელენ, ნახე იქ, რაღაც მოძრაობს უკანა მხარეს. ეს რა არის? მგონი კიდევ ერთი გეკოს სახეობაა.
მოდი აქ, მეგობარო, უბრალოდ შენს გადარჩენას ვთილობთ. არ არსებობს, შეხედე ამას, ეს ნამდვილად კიდევ ერთი გეკოა. ამას ფოთლის კუდა გეკო ეწოდება. და ხო, ეს სახელი იმიტომ ქვია, რომ მისი კუდი ზუსტად ფოთლივით გამოიყურება. და ეს, ზუსტად ეს, მონებაში შენიღბოში ეხმარება. და ნამდვილად მუშაობს, რადგან თავიდან ვერც კი შეონჩნია იქ. რატომ აქ სპირი ღია? კარგი, მგონი ძალიან ბედნიერი არ არის. ასე რომ ფრთხილად ჩავასვით კონტეინერში და ძებნა გავაგრძელეთ. ღმერთო ჩემო, ჰელენ, კიდევ ერთი ხულიკი დავინახე. ეს ბევრად პატარაა. მოდი ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჯერას. ცდილობს მიგბინოს. ღმერთო ჩემო, დავიჭირე. არ მჯერა რომ ხელი დავადე. ეს სიგიჟეა. ეხლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს იესოს ხულიკია. და რაც მართლა მაგარი ამ არსებებში ისაა, რომ ისინი ამ ძალიან გრძელ ფეხებს იხენებენ იმისთვის, რომ წყლის ზედაპირზე ირბინონ. ისინი ძალიან მაგარი ხულიკები არიან. და მგონი აქამდე ესეთი არ გვიპოვია. ასე რომ ამას ნამდვილად არ ველოდი. ეხლა ჯერჯერობით ამ მიტოვებულ საწყობში ძალიან ბევრი სხვადასხვა ცხოველი გადავარჩინეთ. თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გალია და ვოლიერია დარჩენილი შესასწავლად. ღმერთო ჩემო, მეგობრებო. ვერ წარმოვიდგენდი, რამდენად რთული იქნებოდა ეს სამაშველო მისია. ანუ, შეხედეთ ამას. აქ შეიძლება ასობით ცხოველი იყოს დარჩენილი. და ეს რა ჯანდაბაა? მიწაზე დიდი აბზია, რომელზეც გველები არიან. ეს კარგი არ არის. ხო, როგორც ხედავთ, ნამდვილად არ მინდოდა იმ გალიის გახსნა. რაც არ უნდა იყოს იქ, ნამდვილად დიდია, მაგრამ მგონი ამას ბოლოსთვის შევინახავ. ასე რომ, აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და რომ გაიგოთ რა არის ეს. კარგი, აქ საკმაოდ დიდი აკვარიუმი გვაქვს, მოდი ვნახოთ რა არის შიგნით. მოიცადე, მგონი კოა. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას, რა საკეთებ იქ მეგობარო, მოდი აქ. ჩვენ შენს გადასარჩენად მოვედით. ღმერთო ჩემო. არ მჯერა. არ ველობდი რომ იქ კუს ვიპოვიდი. ეხლა საერთოდ არ ვიცი რა სახეობის კუა ეს, მაგრამ ვფიქრობ წყალში ცხოვრობს. და როგორც ხედავთ, ის აუზი სრულიად ცარიელია. ეს საცავი იმდენი ხანია მიტოვებულია, რომ მთელი წყალი გაშრა. და ეს კარგი არ არის, რადგან თუ აქ კიდევ რამე წყლის ცხოველია, ალბათ ბევრი დრო აღარ დარჩენიათ. მაგრამ საბედნიეროდ ეს კუ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამიტომ სწრაფად ჩაუშვით ის ვედროში სუქთა წყლით და გზა გავაგრძელეთ. კაბი, შემდეგ როგორც ჩანს, აქ გვაქვს ეს უზარმაზარი თაროს სავსე სათავსოებით. და გულწრფელად რომ თქვა, არ მინდა ესენი გავხსნა. და ამის მიზეზი ისაა, რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, ისინი გველებითაა სავსე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სინამდვილეში მათი შიშინი მესმის აქ. ღმერთო ჩემო, ეს კარგი არ არის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად საშიში იყო ეს, მე უნდა გადამერჩინა აქ ყველა ცხოველი. ასე რომ ჩემი შიშებს შევეჭიდე და პირველი გალია გავხსენი. ღმერთო ჩემო. ხო, აი ისა, გველი იქა. ბიჭებო, მართალი ვიყავი. უნდა დავიჭირო. ეს და დავიჭირო. ეს ძალიან საშიშია. მოდი აქ მეგობარო. ღმერთო, კარგი, დავიჭირე. დამშვიდი. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ გადაგარჩინოთ. მგონი ეს სიმინდის გველია ბიჭებო და ისინი სრულიად უვნებლები არიან. მგონი. პატიოსნად რომ თქვა, 100% დარწმუნებული არ ვარ. აშკარად გზნობს ჩემს შიშს. კარგი, ეს კარგი იდეა არ არის. ღმერთო ჩემო. ჰელენ! რა გავაკეთო? ჩემს სახელოში შედის. ეხლა ჩემს პერანგშია. გამოდი იქიდან. ეხლა მიგბენს. აი ესე. კარგი, ეს ძალიან არაკეთილგანწყობილი იყო. ეს კარგი გველი არ იყო. იცი რა? მოდი უბრალოდ ჩავასვათ კონტეინერში. ეხლავე. მართლა ვიმედოვნებდი, რომ ყველა ამ ვოლიერში გველები არ ექნებოდა. თუმცა, როცა კიდევ უფრო მეტი ვოლიერი შევამოწმე, მხოლოდ გველებს ვპოულობდი. ღმერთო ჩემო, აქ კიდევ ერთი გველია. ჰელენ, შეხედე ამას. ის წითელი და შავია. ეს ხომ ცუდია, არა? ეს ხო იმას ნიშნავს, რომ შხამიანია. მოდი აქ მეგობარო, უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობთ. ღმერთო ჩემო. აი ესე, დავიჭირეთ. ის ჩემზე შარდავს. რატო აკეთებ ამას? მან უბრალოდ მიგბინა. ეხლა, რადგან ეხლა მიგბინა და მეგონა რომ ეს შხამიანი მარჯნის გველი იყო, ცოტა ვიფიქრე რომ სიკვდილის პირას ვიყავი. მაგრამ საბედნიეროდ ეს უბრალოდ რძის გველი იყო, რომელიც სრულიად უვნებელია. თუმცა, იგივე ვერ ითქმის იმ სხვა გველებზე, რომლებსაც მოგვიანებით ვიდეოში ვიპოვით. მაგრამ ეხლა ამ ბიჭი კონტეინერში ჩავდე და გზა გავაგრძელე, როცა ყველაზე იშვიათი გველი ვიპოვე აქამდე. დიდი გველი. შეხედე ამას, ჰელენ, მოიცადე ერთი თუთით. ამას ხედავ? ეს გველი თითქოს იისფერია. სრულიად შეუძლებელია. იისფერი გველი არასდროს მინახავს. ღმერთო ჩემო, ის უზარმაზარია. ეს ყველაზე დიდი გველია, რაც აქამდე გვიპოვია. ვერ ვიჯერ ისფერია. ის პირდაპირ ბიჭებო, ნეტავ ეს ადამიანი აქ მუტანტ გველებს ქმნიდა. ეს სიგიჟეა. ხო? აღმოჩნდა, რომ იისფერი გველები მართლაც არსებობენ, მაგრამ მათი პოვნა უკიდურესად რთულია. სრულიად დარწმუნებული არ ვარ რა სახეობისაა ეს გველი. ასე რომ თუ იცით, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ. მაგრამ რადგან უცნობი სახეობა, ალბათ არ უნდა მეჭირა ხელში. ამიტომ უბრალოდ კონტეინერში ჩავამატე. ვაუ, ეს ძალიან მაგარია ბიჭებო. ეხლა მართლა ცოტა აღფრთოვანებული ვარ, რომ დანარჩენ გალიებსაც გავხსნი. თუ ეს ბიჭი იქ იყო, წარმოიდგინეთ კიდევ რა გიჟულ გველებს ვიპოვით. გავაგრძელე და კიდევ უფრო მეტი კონტეინერი გავხსენი. თუმცა, ზოგიერთი მათგანი სრულიად ცარიელი იყო. შიგნით მხოლოდ გველის კანი ედო. მაგრამ როცა შემდეგი გავხსენი, შიგნით რაღაც შევნიშნე.
ღმერთო ჩემო, ჰელენ, შეხედე რა დიდი გველია. ეს რაღაცა უზარმაზარია. ღმერთო ჩემო, გამარჯობა მეგობარო, ცოცხალია კი საერთოდ. კი, ნამდვილად ცოცხალია, მოძრაობს. მგონი მისი სინებს. გესმის ეს? პირდაპირ სისინებს? კარგი, მგონი ძალიან კეთილი არ არის. ასე რომ ისევ ჩავიცვამ იმ გველის ხელთათმანებს. ხელთათმანებით უსაფრთხოდ შეძლელი გველის დაჭერა და სინამდვილეში ის კიდევ უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ეს რაღაც ისეთი მძიმეა ხალხო, ღმერთო ჩემო. ეხლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს თითელკუდა ბო არის და ისინი ძალიან აგრესიულები არიან. სინამდვილეში არხზე უკვე რამდენიმე ასეთი გვიპოვია. დავთქვათ ასე, ეს ძალიან კარგად არ დასრულებულა. ასე რომ დიახ, ნამდვილად ცოტა მეშინია, როცა მას ვიჭერ. თუმცა ის საკმაოდ მშვიდად ჩანს, თუმცა ცოტა ისე გამოიყურება, თითქოს ახლა უნდა მიგბინოს. გთხოვ, ეგ არ გააკეთო. ღმერთო, მოდი უბრალოდ ჩავასვათ კონტეინერში. გამიშვი. აი ასე. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან დაძაბული იყო მეგობრებო. სინამდვილეში ახლა ცოტა ნერვიულობაც მაქვს, იმიტომ რომ თუ ის უზარმაზარი გველი იმ პატარა კონტეინერში იყო, წარმოიდგინეთ რა შეიძლება იყოს იმ დიდ აუზში. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სხვა სათავსი გასასინჯი, სანამ იმ დიდამდე მივალთ. ასე რომ გავაგრძელოთ. შემდეგი კონტეინერი გავხსენი და თავიდან საკმაოდ სარიელი მომეჩვენა, მაგრამ როცა უფრო ახლოდან დავაკვირდი, დავინახე რომ რაღაც მოძრაობდა. ეს რა ჯანდაბაა, ჰელენ? მგონია რომ კიდევ ერთი გველია, რადგან როგორც ჩანს, ამ სათავსებში მხოლოდ ეგეთები არიან, ალბათ. მოდით ვნახოთ რა სახეობაა. ღმერთო, არა. ცდილობს გაიქცეს. დაბრუნდი აქ. შეხედეთ ამას, ბიჭებო. იცი, რაღაცით გავს იმ სიმინდის გველს, რომელიც ადრე ვიპოვეთ, მაგრამ ეს სრულიად თეთრია. ესეთი რამ არასდროს მინახავს. არ ვიცი, ეს უფრო იშვიათ ხდის თუ არა. ასე რომ თუ იცით რა სახეობის გველია ეს, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ, მაგრამ ძალიან ლამაზია. ღმერთო ჩემო, ეხლა რადგან გველი საკმაოდ მშვიდი, გადავთქვიდე უბრალოდ ჩემზე ევლო. კიდევ ამ თაროზე რამდენიმე ყუთი კიდევ იყო გველებიც ავსე. ასე რომ უნდა ვიჩქაროთ. აი კიდევ ერთი გველი. შეხედეთ ამას. ჰელენ? ეს ძალიან მოუსვენარია. ღმერთო ჩემო. ვაუ, დამშვიდი ძმაო. კარგი, რა ხდება ახლა? ეს კარგი იდეა არ არის, ბიჭებო. არა, ეხლა თითქმის დაწმუნებული ვარ. ეს აქ არის ალბინოსი მეფე გველი და რაც მართლა საინტერესოა ამ არსებებში ისაა, რომ ისინი ცნობილები არიან სხვა გველების ჭამით. მოიცადე, კარგი, ალბათ უნდა მოვარიდოთ ეს ერთი მეორეს. ეს კარგი არ იქნება. შეხედე, ჰელენ, ეხლა კუცს აქნევს. ის თავს ისე აჩვენებს, თითქოს ჩხრიალა გველი იყოს. კარგი, არ მგონია რომ ის ძალიან ბედნიერია. ეს მართლაც სიგიჟეა. ის ეხლა ცდილობს თავი გველგესლად მოაჩვენოს, რომ შემაშინოს და ეს არ გამომდის. ვიცი რომ შენ გველგესლა არ ხარ, კარგი? ის მაინც ცოტათი მაშინებს. მოდი უბრალოდ ჩავასვათ კონტეინერში. საბედნიეროდ ორივე გველი კონტეინერებში ჩავასვი, ისე რომ არ მაქბინა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ცარიელ ვოლიერს გადავათქდი. მართალი გითხრათ, უკვე ვფიქრობდი რომ ყველა გველი გადავარჩინეთ, მაგრამ სამწუხაროდ კიდევ ერთი დარჩენილიყო. და ეს იყო ყველაზე საშიში გველი აქამდე. მოიცადეთ ერთი წუთით. არა, ეხლა პირდაპირ ბზარი დამხედავ გველს. შეხედეთ ამას. ეს არსება უბრალოდ უზარმაზარია და რაღაცნაირად შხამიანსაც გავს. ხო ვიცით როგორია შხამიანი გველები, რომლებსაც შეხედავ და ეგრევე ეთქობა რომ შხამიანია. ესეც ზუსტად ეგეთია. გაგი, მგონი უნდა გამოვიყვანო და ვიმედოვნო რომ აგრესიული არ იქნება. სად არის მისი თავი? ვერც კი ვხედავ მის თავს. ის ახლა ძალიან აფორიაქებულია. არ ვიცი რა გავაკეთო. უბრალოდ ხელი მოვკიდო. არ ვიცი შხამიანია თუ არა. დავიჭირე მისი კუდი. სად არის გველის დასაჭერი ხელთათმანები? არც კი ვიცი სად არის გველის დასაჭერი ხელთათმანები. ეს ძალიან ცუდია. აი ესე, დავიჭირე. ბიჭებო, აქ პრობლემა გვაქვს. დავიჭირო თავი უკნიდან. არა, გარბის. ნახეთ რა გძელია ეს გველი. ვერც კი ვხედავ მის თავს. არა, გარბის. დაბრუნდი აქ. აი მისი თავი. ჰელენ, კარგი, უნდა დავიჭირო. მზად ვარ. უბრალოდ უნდა გავრისკო. 3, 2, 1. დავიჭირე. ჰელენ. ეს ძალიან ახლოს იყო. ნახე ეს. თითქმის მიგბინა. ეს ძალიან ცუდი იქნებოდა. ეს იყო ყველაზე რთული ნაწილი. ეხლა უნდა გავათავისუფლოთ. ხალხო, ეს გველი უბრალოდ უზარმაზარია, ღმერთო ჩემო. ეს ყველაზე დიდი გველია, რაც კი ოდესმე მინახავს. მგონი ასეა. კომენტარებში დაწერეთ, რა სახის გველია ეს. იმედია შხამიანი არ არის. ცოტა დრო დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ შევძელი და ეს გველი კონტეინერში შემესვა. და საბედნიეროდ ეს იყო ბოლო გალია გველების თაროზე. მაგრამ ჯერ კიდევ იყო ის დიდი აკვარიუმი იატაკზე, სადაც მონსტრი გველი იყო. ესე რომ ეს ნამდვილად არ მეხალისება. მაგრამ ეხლა გადავედით შემდეგ გალიაზე, სადაც სრულიად მოულოდნელი რამ ვიპოვე. არა ბიჭებო, თითქმის დარწმუნებული ვარ, აქ მკვდარი ბაყაყია. შეხედეთ ამას. მართლა ნერვიულობდი, მეგონა ასე მოხდებოდა. ეს საცავი ასე დიდი ხამია, მიტომებულია. მართლა ძალიან ნერვიულობდი, რომ ბევრი ცხოველი უკვე მკვდარი იქნებოდა და საბედნიეროდ აქამდე ყველა ცხოველი ცოცხალი იყო. მაგრამ როგორც ჩანს, ამ ბიჭისთვის ცოტა დავაგვიანეთ, ღმერთო ჩემო. ის მოძრაობს, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ ცოცხალია. რატომ გამოიხურებოდი მკვდარივით? ხალხო, ეს უბრალოდ სიგიჟეა. არ ვიცი რა სახეობის ბაყატი ან გომბეშო არის ეს, მაგრამ ის მართლა საზიზგარია. მას მთელ სხეულზე თითქოს მეჭეჭები აქვს. ღმერთო ჩემო, ალბათ არ უნდა მეჭიროს. შეიძლება რამე დაავადება შემეყაროს.
მაგრამ იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაღები ძალიან სადიზღარია, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ცხოველების გადასარჩენად. ასე რომ, გავაგრძელოთ. უი მეგობრებო, აქ კიდევ ერთი ვოლიერია, რომელიც მთლიანად ღია. იმედი მაქვს, რაც იქ იყო, არ გაქცეულა. ეს კარგი არ იქნებოდა. შემდეგ მიტოვებულ სატყობში იყო ეს საიდუმლო უთი და როცა გავხსენი, შოკის მომგვრელი აღმოჩენა გავაკეთე. არ არსებობს, ჰელენ. ეს ახალი Base Fishing Productions-ის მერჩია. არ მჯერა, ეს ყველაზე მაგარი აღმოჩენაა აქამდე. ხუმრობა იყო, უბრალოდ უნდა გითხრათ ახალი მერჩის შესახებ, რომელიც ახლახან გამოვუშვით. ორი ახალი დიზაინი გვაქვს. გვაქვს პრერიას ზარლის მაისური და გვაქვს კამელეონის მაისური. ასევე სრულიად ახალი სტიკერების პაკეტები. ასე რომ აუცილებლად შეიძინეთ ახალი მერჩი. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასევე პირდაპირ ეთერში გამოვალ აპლიკაცია Whatnot-ზე ნოემბრის 28 რიცხვში, საღამოს 7 საათზე. აღმოსავლეთის სტანდარტული დროით და აუქციონზე გამოვიტან ექსკლუზიურ ხელმოწერილ ქუდებს, მაისურებს და აბჯურვილობას, რომელიც ჩემს ვიდეოებში მაქვს გამოპენებული. რაც მართლა მაგარია, ეს ყველაფერი ჩემს ახალ ცხოველთა სათყობში გაიმართება. Whatnot ძალიან მაგარი აპლიკაცია, სადაც შეგიძლია პირდაპირ ეთერში იყიდო და გაპიდო ყველა სახის ნიუთი შენი ტელეფონიდან. და შავი პარასკევი მათთვის ყველაზე დიდი დღე იქნება, უამრავი საოცარი შეთავაზებით. ასე რომ აუცილებლად გამოიყენეთ ჩემი ბმული აღწერაში, ან დაასკანერე ეს QR კოდი, რომ პირველი შენაძენისთვის $15 ფასდაკლება მიიღო. და არ დაგავიწყდეს გამონკევი Whatnot-ზე. ჩემი ანგარიში ქვია Bass Fishing Productions-ი. ასევე დააცკაპუნე პირდაპირ ეთერზე, შეინახე და ჩართე შეტყობინება. ასე არაფერს გამოტოვებ. მაშასე გნახავთ იქ ნოემბრის 28 რიცხვში, საღამოს 7 საათზე, აღმოსავლეთის სტანდარტული დროით. მაგრამ ეხლა კი გავაგრძელოთ ამ მიტოვებული საწყობის დათვალიერება, რომ ნახოთ კიდევ რა ცხოველების გადარჩენა შეგვიძლია. მოიცადე ერთი წუთით, ჩამოდი აქ. ამაში რაღაცის მოძრაობის ხმა მესმის. რაც არ უნდა იყოს დიდი რაღაცაა. ღმერთო, ვაუ, შეხედე ამ ხულიკებს. ჰელენ? აქ ორი უზარმაზარია. ისინი პანიკაში არიან. დამშვიდით. აქ ორი უზარმაზარი ხულიკია. მოდი ვნახოთ, შევძლებ თუ არა მათ დაჭერას. აი ესე. ეს კარგია. ჰეი, მეგობარო, მოდი ვნახოთ მეორესაც თუ დავიჭათ. ღმერთო ჩემო, რატო გააკეთე ეს? მოდი აქეთ. ვაიმე, აუ, ძალიან ბასრი ბრჭყალები აქვს. ღმერთო ჩემო. ეს ცუდი იდეაა, ბიჭებო. ეხლა თითებში მიკრივან. მაგრამ ეს სიგიჟეა. ესეთი ხულიკები არასდროს მინახავს. დაწერეთ კომენტარებში თუ იცით რა სახეობაა ესენი, მაგრამ ძალიან მაგრად გამოიყურებიან. შეხედეთ მათ ფერებს. ისინი წითლები და ხვითლები არიან, ნამდვილი დინოზავრები გვანან. ორივე კონტეინერში ჩავსვი და გზა გავაგრძელე. ამის შემდეგ ყველაფერი უფრო საინტერესო გახდა. ცხოველები ყველგან ვიპოვე. არ მჯერა, ჰელენ, შეხედე ამას. აქ პატარა წვერებიანი აგამაა. როგორ ხარ პატარა? ეს ძალიან მაგარია. წვერებიანი აგამი მიმართლა ჩემი საყვარელი ხულიკებია. და ეს აქ არ დასრულებულა, რადგან ამის შემდეგ კიდევ ორი ვიპოვე. ანუ სულ 3 წვერებიანი აგამა ვიპოვეთ. თუმცა შემდეგივე კონტეინერში კიდევ უფრო გიჟური რამ ვიპოვე. აქ რაღაც მწერია, მაგრამ უზარმაზარია. ეხლა ხან ყველგან მოისაქმა. გადაიღე ეს. ეს ისეთი საზიზღარია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო აფრიკული გიგანტური მრავალფეხა და ისინი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახეობის მრავალფეხები არიან. ხო, მარტო არ იყო. მოიცადეთ, მგონი აქ კიდევ ერთია. ბიჭებო, მოდი აქ, მეგობარო. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ გადაგარჩინოთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნამდვილად არ მინდა შეგეხო. შეხედეთ ამას. ორი გიგანტური აფრიკული მრავალფეხა ყავს. ესენი ყველაზე დიდი მრავალფეხები არიან, რაც კი ოდესმე მინახავს. ღმერთო ჩემო. ეხლა ხან ჩემს თითებზე მოისაქმა. ეს ისეთი საზიზღარია, რატო აკეთებ ამას? და გარდა იმისა, რომ მოისაქმა, ეს უბრალოდ ძალიან უცნაურად იგრძნობა. ეს პატარა ფეხები როგორ დამზდიან? ეს უბრალოდ სიგიჟეა. ღმერთო ჩემო. ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არსებები ძალიან საზიზგრები და საშიშები არიან, სინამდვილეში ისინი სრულიად უვნებლები არიან და ძალიან კარგი შინაური ცხოველები გამოდიან. სხვადასხვა მათი ნათესავებისგან, ასფეხებისგან, რომლებიც შხამიანები არიან და რეალურად შეუძლიათ მოკლან. ასე რომ უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეგეთი არ შეგხვდება. მრავალფეხები კონტეინერში ჩავამატე და ძიება გავაგრძელე და ამის შემდეგ ეს ვიპოვე. ეს გუა? ღმერთო ჩემო, ნახე, აი იქა, ჰელენ! კი, მაგრამ ეს ბევრად პატარაა ვიდრე პირველი, რომელიც ვიპოვეთ და სრულიად განსხვავებულადაც გამოიყურება. ეს აშკარად სხვა სახეობა. შეხედე, რამდენი ლაქა ამასე. ეს ძალიან მაგარია. დაწერეთ კომენტარი ქვემოთ. თუ იცით რა სახეობის კუა ეს, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია რომ ეს ინდური ლაქებიანი კუა. და ისინი სინამდვილეში საკმაოდ იშვიათები არიან. ასე რომ ეს კარგი აღმოჩენაა. უბრალოდ მიხარია რომ ის იქიდან გამოვიყვანეთ, რადგან ის წყალი საშინლად ბინძურია. მივათავსე ის კონტეინერში სუფთა წყლით და გზა გავაგრძელე. შემდეგი რამდენიმე ვოლიერი სრულიად ცარიელი იყო. მაგრამ უცებ რაღაცის მოძრაობის ხმა გავიგონე. მგონი აქ რაღაც მოძრაობს, ბიჭებო. ცოტა ნერვიულობა მომეცა. აი ეხლა გავხსნი. 3, 2, 1. გამარჯობა, ვერაფერს ვხედავ. ღმერთო, აი ისიც. ეს გველია. არ მჯერა მართლა? ვიფიქრე, გველებთან საქმე მოვჭით. ესეც უზარმაზარია. ეს კარგი არ არის. გთხოვ, იყავი მეგობრული. უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობთ.
არ არსებობს. შეხედეთ ამ გველის ზომას, ბიჭებო. ის შიშინებს. აშკარად უკმაყოფილოა. საბედნიეროდ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბოლი პითონია და ისინი ჩვეულებრივ საკმაოდ მშვიდები არიან. გარდა იმისა, რომ გონი დიდი ხანია არ უჭამია, ასე რომ შეიძლება იფიქროს, რომ საჭმელი ვარ. არა. საბედნიეროდ შევძელი პითონი გველის სტომარაში ჩამესვა ისე, რომ არ მაგბინა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მაშინვე შემდეგ ვოლიოში კიდევ ერთ გველს გადავაწყდი. არ მოგ წარმოდგენა რა სახეობის გველია ეს. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა დავწმუნდეთ, რომ არ მაგბენს, რადგან არ ვიცი შხამიანია თუ არა. მოდი აქ, ყველაფერი კარგადაა. გმერთო, გაჩერდი, მოდუნდი. უბრალოდ შენს გადარჩენას ვცდილობთ. აი ასე. ხედავ, ყველაფერი კარგადაა, მეგობრები ვართ. ვათ, ეს უბრალოდ სიგიჟეა, მეგობრებო. სულ დამავიცდა, რამდენი გველი ვიპოვეთ. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან ბევრია. რას უნდა ვაკეთებდე ამდენთან ერთად? ჩემი სახლი ახლა გველებით აიუსება. საბედნიეროდ შევძელი ამ გველის ამოცნობა და აღმოჩნდა, რომ ესეც მეფე გველია. ცოტა დავმშვიდი, რადგან შხამიანი არ აღმოჩნდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ის უზარმაზარი ავზი მიწაზე, რომელშიც მონსტრი გველია და ვიდეოს ბოლოს გავხსნით. მაგრამ ეხლა გავაგრძელე გზა და სრულიად მოულოდნელ რამეს გადავაწყდი. ნახეთ ეს. აქ პატარა კუა. არა, გარბის. მოიცადეთ. მგონი ეს მკბენა რაკუა. კარგი, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა. მკბენა რაკუებს ძალიან ძლიერი კბენა აქვთ, ასე რომ ნამდვილად არ გინდათ, რომ მათმა გიგბინონ. ხრიკი ისაა, რომ უნდა დაიჭიროთ ისინი ბაკანის ქვედა ნაწილში, აი აქ, ესე ისინი ვერ შემეგოგეხოვიან და ვერ გიგბენენ. ღმერთო ჩემო, შეხედე ამ პირს, როგორ გაბრაზებულია. რატომ ხარ გაბრაზებული? ჩვენ ხომ გადაგარჩინეთ? კარგი, იცი რა. მოდი ჩავასხამ ვედროში, სანამ რამე ცუდი არ მოხდა. ეხლა. მართალია, იმ კბენა რაკუსგან არ დამკბენია, მაგრამ მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. და ეს იმიტომ, რომ ცხოველს, რომელიც შემდეგ ვიპოვე, კიდევ უფრო ძლიერი კბენა აქვს. ღმერთო, ეს ისაა, რაც მგონია. მართლა ისაა? ეს ტოკე გეკოს გავსელენ? თუ არ იცით რა არის ტოკე გეკო? მას აქვს ყველაზე ძლიერი კბენა გეკოებს შორის მთელ მსოფლიოში. და ამას გარდა ისინი უკიდურესად სწრაფები და ძალიან აგრესიულები არიან. ასე რომ ხო, მისი დაჭერა ადვილი არ იქნება. კარგი, უბრალოდ ვსტი. წავედით. 3, 2, 1, წავიდა. გამოვიყვანე. დამკბინა. მებძვის! გამიშვი, გთხოვ! ძალიან მტკივა! ღმერთო ჩემო, ხალხო, ეს ხუმრობა არ არის. გითხარით, რომ ყველა გეკოს შორის ყველაზე ძლიერი კბენა აქვთ. თუ არ გამიშვებს, გთხოვ! უბრალოდ ჩამოკიდებულია ჩემს წერზე. უფრო ძლიერად მიკბენს. გაჩერდი. სიხვასიტყვით 5 წუთი ვიჯექი აქ და ვცდილობდი, რომ ტოკე გეკო გამეშვა. ყველაფერი ვცადე, პირის გაღებიდან დაწყებული იქამდე, რომ უბრალოდ დამეტოვებინა ჩამოგიდებული, მაგრამ არაფერი იმუშავა. მაგრამ მერე იდეა მომივიდა. ეს ხრიკი ინტერნეტში ვნახე. თუ წყალს დაასხამ, მაგალითად ხულიქს, რომელიც გიგბენს, ჩვეულებრივ გაგიშვებს. მოდი ვცადოთ, მომშორდი. ვაუ, რა. გამიშვა. ღმერთო ჩემო. არა, აი ესე. დავიჭირე. როგორ მეტკინა საშინლად. ნახე ეს. პირდაპირ მთლიანად ჩამეჭიდა ცერში. სისხლი მომდის. ეს მართლა ცუდია. მაგრამ აი ასე, დავიჭირეთ, გამოვიდა. ესე რომ, მგონი თუ ხულიკი გიგბენს და არ გიშვებს, უბრალოდ წყალი დაასხი. მართალია, ძალიან ძლიერად მიკბინა და სისხლი წამომომივიდა. ეს გეკონები სინამდვილეში ძალიან მაგრები არიან. შეგიძლია ნახო მათი ფეხები აქვე. პირდაპირ როგორც საწოვარებია. თუ რამეს მიეკვრებიან, პირდაპირ შეუძლებელია მათი მოცილება. მაგრამ კი, ეს გეკონები ხუმრობა არ არის. მამათ აქვთ ყველაზე ძლიერი კბენა, ყველა გეკონებს შორის. და კი, დღეს გამოვცადე და სასიამოვნო ნამდვილად არ არის. უბრალოდ შეხედეთ იმ პირს. ეს საშიშია. საბედნიეროდ შევძელით ტოკე გეკონის კონტეინერში მოთავსება ისე, რომ არ მაგბინა და შემდეგ გავაგრძელე. და შემდეგ მიტოვებულ საწყობის ბლოკში ეს პატარა კონტეინერი და შიგნით იყო რაღაცა სრულიად მოულოდნელი. მგონი ეს პატარა კუა, ეს ძალიან მაგარია. როგორც ჩანს, პატარა წითელფეხა გუყავს, მაგრამ გულწრფელად რო ვთქვა, არც კი ვიცი ცოცხალია თუ არა. არ მოძრაობს. მოიცადე. აი, კარგადაა, მოძრაობს, ცოცხალია, მადლობა ღმერთს, ცოტა ნერვიულობდი უკვე. მას შემდეგ რაც ის ერთი კუ ვიპოვე, უკვე ვაპირებდი გამეგზელებინა და შემდეგი ვოლიერა შემეთვალიერებინა. მაგრამ მე რაღაცის მოძრაობის ხმა გავიგონე და მივხვდი რომ კიდევ ბევრი კუ იყო რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. არ არსებობს ბიჭებო, აქ კიდევ არიან. შეხედეთ ამას. თავიდან ვერც კი შეონჩნიე იმალებოდა. მეორე წითელფეხა კუ. ეს ცოტა უფრო დიდია ვიდრე პირველი, მაგრამ ჯერ კიდევ პატარაა. ისინი ბევრად უფრო დიდები იზრდებიან, მაგრამ ეს უკვე მეორეა. შეიძლება კიდევ იყვნენ. მოდი ვნახოთ. იქ კუთხეში ღმერთო ჩემო კიდევ ერთი არის, არ არსებობს. ეს კი აქამდე ყველაზე დიდია. შეხედეთ ამას. სრულიად შოკირებული ვარ. არ ველოდი რომ ამდენს ვიპოვიდი იქ. მაგრამ ეს უბრალოდ აჩვენებს რომ ამ მიტოვებულ საცავში შეიძლება მართლა ყველაფერი იყოს. და კიდევ ბევრი გალია გვაქვს დასახსნელი, ასე რომ მოდი ეს ბიჭები კონტეინერში გადავიყვანოთ და ძიებას გავაგზელებთ. ამის შემდეგ ძალიან დიდ აკვარიუმს გადავაცვი და როგორც კი კარი გავახე, რაღაც საოცარი დავინახე. შეხედე აქ ელენ, მგონი აქ რაღაც სახეობის ხულიკია.
წარმოდგენა არ მაქვს რა სახეობა ასეთი რამ არასდროს მინახავს. მართლა არ მინდა კიდევ ერთმა ხულიკმა მიგბინოს ეხლა. მოდი აი ესე. დავიჭირე. შენ ძალიან მოუსვენარი ხარ, ჯობია დამშვიდდე მეგობარო. მაინც შეხედე რა გძელი კუდი აქვს. ეს უბრალოდ სიგიჟეა. კუდი ფაქტობრივად მისი სხეულის სიგრძის სამაგია. ესეთი რამ არასდროს მინახავს, მაგრამ მართლა მაგარია. კომენტარებში დაწერეს თუ იცით რა სახეობის ხვლიკია ეს. როცა პატარა ვიყავი რაღაც ვისწავლე, შემიძლია ხვლიკები ისე მოვატყუო, თითქოს მკვდრები არიან. ფაქტობრივად უბრალოდ ზურგზე უნდა დააწვინო, აი ესე და ბუმ, თითქოს მკვდარია. მივახეხე ხვლიკის კონტეინერში მოთავსება და შემდეგ აკვარიუმზე გადავედი. და ხო, დიდხანს არ დამჭირებია სანამ კიდევ რაღაცას ვიპოვიდი. არ არსებობს ელენ. ნახე, აი იქ. ამაში ხის ბაყაყებია. ერთმა მათგანმა უბრალოდ იმ ხრელში გადახტა და კიდევ ერთი აქ არის. ეს სიგიჟეა. მოდი ვნახოთ, შეგძლებ თუ არა მის დაჭერას. შეხედე ამას, უზარმაზარია. ეს ყველაზე დიდი ხის ბაყაყია, რაც კიდევ მე მინახავს. კარგი, ერთი აქ არის, მეორე სად არის? აქ არის? აჰა, ისიც, ზუსტად იქა, ის ხის ქვეშა არ არსებობს. მოდი აქ, მეგობარო, შველით. აი ასე. დავიჭირეთ. ეს უბრალოდ საოცარია, მეგობრებო. მგონი ამას ავსტრალიური დამპიხის ბაყატები ქვია და როგორც უკვე ვთქვი, ესენი ყველაზე დიდები არიან, რაც კიდევ მე მინახავს. ეს ბაყატები ძალიან საყვარლები არიან. ალბათ ჩემი საყვარელი ხის ბაყაყებია. ანუ შეხედეთ ამ სახეებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბაყაყები მართლაც მაგარი აღმოჩენა იყო, მალე ჩვენ შევხვდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და მომაკვდინებელ ბაყაყებს, ასევე უამრავ სხვა უცნაურ არსებას. ასე რომ უნდა გავაგრძელოთ გზა. არა, ეს ის არის, რაც მე მგონია, ბიჭებო. ეს ვინეგარონს გავს და ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რაც კიდევ მე მინახავს. კარგი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ არსებებთან. ეს მწერები ცნობილია იმით, რომ შეუძლიათ მჟავა გამოაფრქვიონ სხეულიდან. ეს უკვე დამმართნია და სასიამოვნო ნამდვილად არ არის, ასე რომ ცოტა ნერვიულობაც მაქვს. გადავთვლით ხელთათმანები ჩამეცვა უსაფრთხოების მიზნით, რადგან ამ მწერებს ასევე ძალიან დიდი მართუხები აქვთ, რომლებსაც თავდაცვისთვის იყენებენ. მაგრამ საბედნიეროდ ეს საკმაოდ მშვიდი არ მოჩნდა და უბრალოდ ხელზე დამიარა. ასე რომ მიხარია რომ მჟავა არ დამასხა. კარგი, მიუხედავად იმისა რომ მეგობრულია, ეს ალბათ ყველაზე შემზარავი მწერია, რაც გეოდეს მე მინახავს. ასე რომ ეხლა კონტეინერში მოვათავსებ. მიუხედავად იმისა რომ ძალიან გამიმართლა რომ ვინეგარონმა არ დამესხა თავს ან არ შემასხა მჟავა თვალებში, რაც არ ვიცოდი იყო ის რომ ამ საცავში კიდევ უამრავი მომაკვდინებელი მწერი იყო, რომლებიც გადასარჩენია. მაგრამ ეხლა გადავედი შემდეგ ტერარიუმთან და ვიპოვე რაღაც ნაკლებად საშიში. ვაუ, ეს რა ჯანდაბაა, ბიჭებო! ის სალამანდრას გავს, მაგრამ ესეთი არასდროს მინახავს. შეხედეთ მის ფერებს, ეს ძალიან მაგარია, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უვნებლად გამოიყურება. ალბათ არ უნდა ავიღოთ ეს ბიჭი ხელში. და ეს იმიტომ, რომ სალამანდრების უმეტესობა სინამდვილეში შხამიანია და მათ შეუძლიათ ტოქსინის გამოყოფა სხეულიდან. გასაკვირი არაა, კიდევ ერთი ცხოველი აქ, რომელსაც შეუძლია ზიანი მოგვაყენოს. მესმის, რატომ დამალა ამ ბიჭმა ყველა ეს ცხოველი საწყობში? გულისხმობ ეს საშიშია. ამიტომ სალამანდრის დაჭერის ნაცვლად უბრალოდ თავის ვოლიერში დავტოვე. შემდეგ გადავედი შემდეგ აკვარიუმზე და ვლოცულობდი, რომ შიგნით კიდევ ერთი საშიში ცხოველი არ ყოფილიყო. ღმერთო, ეხლა ძალიან ნერვიულობ ბიჭებო. ჯერ არაფერს ხედავ, მაგრამ შეიძლება იმ მორის ქვეშ იმალება, ასე რომ მოდი ავწიოთ. ვიცხეთ. 3, 2, 1. რა არის ეს? შიგნით რაღაცა რა არის ეს? ეს რაღაც სახეობის ხვლიკია. თითქმის გაიქცა, მაგრამ დავიჭირე. ეს სიგიჟეა ბიჭებო. ცოტა გავს იმ ხვლიკს, რომელიც ახლახან ვიპოვეთ გძელი კუდით. მაგრამ არ მგონია რომ ის იყოს. ამ ბიჭს ბევრად მოკლე კუდი აქვს და ხელში სრულიად ცხონერად იგრძნობა. ღმერთო ჩემო, ეხლა მიგბინა. რატომ მიგბენენ ყველა ეს ცხოველები? ეს მაინც სიგიჟეა ბიჭებო. ეს ნამდვილად კიდევ ერთი იშვიათი ხვლიკია. არასდროს მინახავს ასეთი. ასე რომ მგონი ასეა. დაწერეთ კომენტარებში თუ იცით რა არის. მე ჩავამატე ის ამ პატარა კონტეინერში და გზა გავაგრძელე. შემდეგ კი ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველი ვიპოვე აქამდე. ღმერთო, ეს ასპეხაა? ბიჭებო, იქ ასპეხაა, ხა? და მგონი ეს ისა, რომელიც მართლა შხამიანია. არა მორჩა, ვეღარ გავაგრძელებ, არა მორჩა, მივდივარ. ისე შემეშინდა რომ პირდაპირ გამოვიქეცი სათფობიდან, მაგრამ მერე მივხვდი რომ იქ კიდევ უამრავი ცხოველი იყო, რომლებსაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. მაშასე, შიშებს შევეჭიდე, უკან შევედი და წარმატებით ჩავასვი მრავალფეხა კონტეინერში. აი ასე, დავიჭირე. იცადე, კარგი, შიგნითაა. ცოტა შემეშინდა, ვიფიქრე რომ გაიქცა. ეს მართლა სიგიჟეა. სწორია, შენ აღარ მეშინია. კარგი, შეიძლება ცოტა მაინც მეშინია. უბრალოდ მიხარია რომ იმ ტანკიდან გამოვიყვანეთ. მას თავსახურის საერთოდ არ გქონდა. ვიფიქრე რომ შეიძლება გადმოხტომოდა. ნახე, აქედან მისი ეშვები კარგად ჩანს. ეს უბრალოდ საშინელია. ნამდვილად არ გინდა რომ იმან გიკბინოს. ამის შემდეგ კიდევ ერთი კონტეინერი ვიპოვე, რომელიც გავდა იმ კონტეინერს, სადაც სალამანდრა იყო, მაგრამ ამაში სრულიად სხვა რამ იყო. აქ პატარა კუ გყავს, ეს ძალიან მაგარია.
მიხარია რომ კიდევ ერთი მწერი არ არის, მაგრამ ხომ ასეა? ეს არის პატარა რბილ ბაკანი კუ. და ასე იმიტომ ეძახიან რომ მათი ბაკანი მართლა ძვირია, განსხვავებით სხვა კუებისგან. კიდევ ერთი ძალიან მაგარი რამ ამ კუებთან დაკავშირებით ისაა, რომ მათ აქვთ ყველაზე გრძელი კისერი მსოფლიოში, ყველა კუს შორის. და კი, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ძალიან პატარაა, ეს კუები საბოლოოდ უზარმაზრები იზრდებიან, ასე რომ აუცილებლად ჩაუშვებ მას ჩემს აუზში. ესე მას შეიძლება მაქსიმალურად გაიზარდოს. ეხლა ზუსტად როგორც სალამანდრა, გადავწყვიტე ეს კუც ამ ეტაპზე თავის ვივარიუმში დავტოვო. შემდეგ გადავედი შემდეგზე, რომელიც კუბოს ფორმის იყო. იცი იმაზე ვამბობ, სადაც გარდაცვლილებს ათავსებენ. ხო, ასე რომ ამაზე თავი კარგად არ მიგზნია. პირდაპირ ახლად სახცახებ. ბიჭებო, ეს ძალიან საშიშია. ჯერ არაფერს ხედავ. ხედავ. ჰეი, აქ ვინმე არის? ბიჭებო, ეს ძალიან უცნაურია. ეხლა სრულიად სარიელია. მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე არაფერი დამინახავს, მაინც შეიძლება მიწის ქვეშ რაღაც ცოცხალი იყოს. მაშინ დავითხრეთ ხარ, როცა უცებ ეს მოხდა. ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება ბიჭებო? ეხლა საიდუმლო კარი გავსენი. ხედავთ ამას? მგონი ვიცი ეს რა არის. ეს ძალიან გავს ხაფანგის კარს. ეს ხაფანგის ობობას მიერ არის აშენებული. თუ არ იცით, ეს არის ობობა, რომელიც მიწაში ნამდვილი ხაფანგის კარებს აშენებს. ისინი შიგნით ხდებიან და ელოდებიან, როდისავა რამე ზემოდან რომ მერე უცებ გამოვარდნენ და დაიჭირონ. ეხლა თუ გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მე მართლაც ვიყიდე ხაფანგის ობობა, რომ შინაური ცხოველი ყოფილიყო, მაგრამ ის მხოლოდ პატარა ბაჭია იყო. ეს აშკარად ბევრად უფრო დიდია თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია ხვრელი. კარგი ვცდი, გამოვიტყუო გარეთ. ასე უკეთ შევძლებთ მის ნახვას, რადგან ეხლა თითქმის ვერაფერს ხედავ. მოდით ნახოთ, აქ არის მისი ხაფანგის კარი, მისი ხვრელი ალბათ სწორედ აქაა. ღმერთო ჩემო, მოიცადეთ, აი ისა, გამოდის. ბიჭებო, ეს რაღაცა უზარმაზარია, არ არსებობს ბიჭებო, ამას ნამდვილად არ ველოდი. ეს 4-ჯერ დიდია იმაზე, რაც მე მყავს და ეს კიდევ ნარინჯისფერია, რაც მე მყავს სულ შავია. ბიჭებო, მგონი ულტრა იშვიათი ხაფანგის ობობა ვიპოვეთ. აშკარად ნერვიულობს, კარგი, მართლა არ მინდა რომ გაიქცეს. არა გთხოვ, უბრალოდ დაბრუნდი შენს ხურელში გთხოვ. ღმერთო ჩემო, აი წავიდა, არ არსებობს, პირდაპირ შიგნით შევიდა ბიჭებო. ეს სიგიჟეა. ზუსტად იცოდა სად იყო მისი კარი. მგონი ხაფანგის ობობები ჩემი საყვარელი ცხოველები არიან მსოფლიოში. ისინი უბრალოდ საოცრად საინტერესოები არიან, როგორიც იან ხაფანგის კარის აშენება. მე თვითონაც ვერ შევძლებდი ამას. გადავწყვიტე ობობა ამ კონტეინერში დამეტოვებინა, რადგან ეს მისთვის იდეალური პატარა სახლია. შემდეგ გავაგზელე გზა და მაშინვე კიდევ ერთ უცნაურ ცხოველს გადავაწყდი. არ არსებობს ხალხო, ხუმრობთ ალბათ. ეხლა ხან ვიპოვეთ ჩემი საყვარელი ცხოველი მსოფლიოში და ეხლა ვიპოვეთ ჩემი მეორე საყვარელი ცხოველი. როგორც ჩანს, აქ ორი შხამიანი ისრის ბატაპია, მაგრამ ესეთი ფერის ისინი არასდროს მინახავს. ისინი მწვანე და შავია, ჩვეულებრივ ლურჯებს პოულობთ ხოლმე, ასე რომ ესენი ძალიან იშვიათები უნდა იყვნენ. ეხლა, რადგან ეს ისრის ბატატები საკმაოდ პატარაა, უნდა დავწმუნდე, რომ არ დავკარგავ მათ. ასე რომ ფრთხილად ავიღე ისინი და თითო-თითოდ ჩავამატე ამ პატარა კონტეინერში. ამ ცოტას ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა არ მჯერო, მჯერა რომ შხამიანი ისრის ბაყაყები ვიპოვეთ. ვეთ! მაგრამ ეხლა გამახსენდა რომ ჯერ კიდევ გვაქვს ის დიდი აკვარიუმი, სადაც გველი ზის. ხო, სულ დამოვიცვდა ეგ. თუმცა, სანამ იმ აკვარიუმს გავხსნით, ჯერ კიდევ რამდენიმე ცხოველი უნდა გადავარჩინოთ და ისინი სულ უფრო და უფრო უცნაურები იქნებიან. შემდეგ ვიპოვე ეს იდუმალი ხვლიკი, რომელიც ცხოვრებაში არასდროს მინახავს. ასე რომ კომენტარებში დაწერეთ თუ იცით რა სახეობაა. მაგრამ ამის შემდეგ ვიპოვეთ ესეც, რომელიც ალბინოსი აფრიკული ბჭყალებიანი ბაყაპია და ალბათ ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე მინახავს. თუმცა, აქ არ დასრულებულა ყველაფერი. როცა შემდეგ ვოლიეს გავხსენი, ეს ვიპოვე. არ არსებობს. ეს ისაა, რაც მგონია. ბიჭებო, მგონი ეს პატარა ურომასტიქსის ნაშიერია. რა საყვარელია, ბიჭებო, ეს ხვლიკები ძალიან მაგრები არიან. ისინი ფაქტობრივად ცოცხალ დინოზავრებს გვანან. გულისხმობ, შეხედეთ რა ეკლებიანი კუდი აქვს. ეს საოცარია, მაგრამ ასეთი პატარა არასდროს მინახავს. ძალიან საყვარელია. ამ ეტაპზე უკვე ყველა სხვადასხვა სათავსი დავათვალიერეთ ამ მაგიდაზე. მაგრამ რაც ვერ მივხვდი იყო ის, რომ მაგიდის ქვეშ კიდევ ბევრი ცხოველი იყო. მართლაც ვიპოვე ეს ფულთი, რომელიც სავსე იყო კონტეინერებით და შიგნით, როგორც მიხნით, კიდევ მეტი მწერი იყო. ხუმრობთ ალბათ ხალხო. ნახდება ეხლა, აქ იმდენი ტარანტულია. ნახეთ რა დიდი ესაა. ხუმრობთ ალბათ. ეს თითქმის 2-ჯერ დიდია იმაზე, რაც პირველად ვიპოვეთ. 1 ყავს. 2, 3 ფრინველის ჭამელი ტარანტულია. რა უნდა ვქნა ამათთან ერთად? ეხლა. არ მითქომს თქვენთვის, მაგრამ როცა ბოლოს ვიპოვეთ და თავისი ბეწვი მომისროლა, საშინლად დამეკავებოდა. ასე რომ მე ამ კონტეინერებს არ გავხსნი. ისინი აქ დავრჩებიან ჯერჯერობით. გიგანტური ობობები გვერდზე გადავდე და ძებნა გავაგზელე ყუთში. მაგრამ ყველა სხვა კონტეინერი ცარიელი იყო. მივიწიე შემდეგი სათავსისკენ და იქ იყო ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ცხოველი, რაც აქამდე მინახავს. შეხედეთ, რაღაც არის შიგნით, არ ვიცი რა არის. ცოტა ვირთხას გავს, ან შეიძლება გურდღელს. სრულიად არ ვიცი რა არის, მაგრამ მგონი ერთადერთი გზა გავიგო.
უნდა დავიჭირო. ფრთხილა დავწი M2 და შევძელი ცხოველის დაჭერა. თავიდან მეგონა კურდღელი იყო, მაგრამ როცა კარგად დავაკვირდი, მივხვდი რომ ბევრად უფრო იშვიათი რამ იყო. მოიცადეთ, ეს ხო ჩინჩილაა? ბიჭებო, ცხოვრებაში არასდროს მინახავს ჩინჩილა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს სწორედ ისაა. თუ არ იცოდით, ჩინჩილები ბუნებაში კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. და ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხი მათ ნადირობს ბეწვისთვის, მაგალითად ქურთუკებისა და სვანიუთებისთვის, რაც ძალიან სამწუხაროა. ამიტომ ის ფაქტი, რომ ჩვენ უბრალოდ ერთი ჩინჩილა მიტოვებულ საწყობში ვიპოვეთ, სრულიად წარმოუდგენელია. მგონია რომ ეს შეიძლება იყოს ჩემი საყვარელი ცხოველი ამ დრომდე. ის უბრალოდ ძალიან საყვარელია. არ ინერვიულო მეგობარო, ჩვენ უბრალოდ გადაგარჩინეთ. ფრთხილად ჩავასვი ჩინჩილა კონტეინერში და გზა გავაგრძელე. და მივხვდი რომ იმ ვოლიერში სადაც ვიპოვე, კიდევ ერთი სექცია იყო დარჩენილი. ასე რომ შეიძლება კიდევ ერთი იყოს. მაგრამ სამწუხაროდ, როცა მორი ავწიე, ვერაფერი ვიპოვე, რაც ნიშნავს რომ რაც იქ იყო, შეიძლება გაქცეულიყო. ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ გადავსულიყავი საცავის ბოლო ვოლიერზე, რომელსაც მთელი ეს ვიდეო ვშიშობდი. ხალხო, საბოლოოდ დადგა დრო გავიგოთ რა არის ის ურჩხული გველი. მთელი ეს ვიდეო ვცდილობდი ამაზე თავის არიდებას, მაგრამ იცით რა, უნდა გავაკეთოთ ეს. მოვიმაჯვე გველის ხელთათმანები და ვიპოვე ესეც. მგონი გველის კაუჭია. არ ვიცი როგორ, მაგრამ მგონია რომ გველის დაჭერაში გეხმარება. ასე რომ შეიძლება ამას გამოვიტანებ, არ ვიცი. ჯერ ვერაფერს ხედავ, მაგრამ შიგნით საკმაოდ ბნელა. ასე რომ მგონი ფანარს ავანთებ და ნახავთ რასთან გვაქვს საქმე. ღმერთო ჩემო, რატო ვაკეთებ ამას? ნახეთ ბიჭებო, არ ვიცი რა სახეობის გველია, მაგრამ საშიშად გამოიყურება. მოდი მეგობარო, ყველაფერი კარგადაა, ჩვენ უბრალოდ შენს გადასარჩენად ვართ აქ. ეხლა გველის კაუჩ შევიტან შიგნით და ვნახოთ, გამოვიყვანს თუ არა, არ ვიცი. ღმერთო ჩემო, ნახეთ ეს, გველმა კაუჩზე კპენა სცადა. ეს კარგი არ არის. ყველაფერი კარგადაა. არა, მორჩა, ეს გველი უზარმაზარია. ეს ყველაზე დიდი გველია, რაც კი ოდესმე მინახავს. რა გავაკეთო? ეს კარგი არ არის. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ვერ ვახერხებ. ღმერთო ჩემო. კარგი, დაბრუნდი შიგნით, დაბრუნდი. ეს ისე შემეშინდა, თითქოს გულის შეტევა მივიღე. კარგი, უნდა დავისვენო. კარგი, ცოტა დავისვენეთ. ვფიქრობდი ამაზე. არ მგონია რომ გველის კაუჭი მუშაობდეს, ასე რომ აღარ გამოვიყენებთ მას. ვფიქრობ ახლა საუკეთესო გამოსავალია უბრალოდ დავიჭირო ეს არსება. თუმცა თავის უკან უნდა დავიჭირო. თუ ასე არ მოვიქცევი, შემოტრიალდება და მიგბენს. ნახე რა შორს გადმოხდა. წავედით, დროა დავიჭირო. არ მჯერა რომ ამას ვაკეთებ. კარგი, არ არის კმაყოფილი. კარგი. Subscribe down below and yeah, I'll see you in the next one. დავიჭირე. მოდი დავიჭირე. წავიდეთ. ჩემთან ერთად მოდიხარ. არ შემიძლია. გველი დავიჭირე. ეხლა ჩემს ფეხზეა შემოხოული. რა გავაკეთო? ამაზე არ მიფიქრია. საერთოდ არ ვიცი რა სახეობის გველია ეს. ესეთი არასდროს მინახავს. კობრას გავს. ეს სიგიჟეა. არ მჯერა რომ მართლა დავიჭირე. ბიჭებო! ეს გველი ალბათ 10 ფუტის სიგრძისაა. ეს ყველაზე დიდი გველია, რაც კი ოდესმე მინახავს. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას, რა დიდია! კარგი, არ ვიცი სად დავდო ის. მგონი ძალიან დიდი გველის ტომარა მაქვს, ვესტები იქ ჩავასვა. თუმცა ეს ადვილი არ იქნება. დამჭირდა ცოტა დრო, მაგრამ საბედნიეროდ შევძელი ეს მონსტრი გველის თომარაში ჩამესვა, ისე რომ არ მაგბინა. დიახ, დავიჭირენ, შევძელით, ღმერთო ჩემო. აი მეგობრებო. ვფიქრობ თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გიჟური ვიდეო. ჩვენ ვიპოვეთ იმდენად გიჟური ცხოველები მიტოვებულ საწყობში, ციყვებიდან დაწყებული მომაკვდინებელი მწერებით, გადაშენების პირას მყოფი ცხოველებით და 10 ფუტიანი გველებით დამთავრებული. ეხლა უნდა გავიგო რას გავაკეთებ ამ ყველაფერთან. ასე რომ მგონი ასეა. დაწერეთ კომენტარი ქვემოთ თუ გინდათ რომელიმე მათგანის გადარჩენა. შეიძლება ზოგიერთ თქვენს მოგცეთ, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, დალაიქეთ თუ მოგეწონათ. გამოიწერეთ არხი ქვემოთ. და ხო, შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. მშვიდობით.